Ისამბები 19 საათზე რეალ ტევის საინფორმაციო სამსახური ბრუნდება პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობის. ლილოს დასახლებაში წუხელ 800 ლიტრიანი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული ტელეკომპანია რეალ ტევის ორი თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ისამბების კორესპონდენტი მაკა თვაური და ოპერატორი ჯონი გუსოვი მოვლენებს შემთხვევების ადგილიდან გვიანობამდე აშუქებდნენ. ჩვენი კოლეგა მაია თევზაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მაია, რას აცხადებენ ექიმები? წყალმომარაგების კომპანია კრისტალის ტერიტორიაზე გუშინ გაჟონილი ქიმიური ნივთიერების შედეგად მოწამლული კიდევ 18 ადამიანი გადაიყვანეს დღეს ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში. მათ შორის არიან ჩემი კოლეგები მაკა თვაური და ჯონი გუსოვი, რომელთაც საგანგაშო დიაგნოზი არ აქვს, თუმცა მსუბუქ პაციენტებად მაინც არ ითვლებიან, მათ ჩაუტარდათ გადაუდებელი დახმარება, 4 სისტემური გადასხმა ჩაუტარდათ, ასევე ჟანგბადის თერაპია, დიფუზოთერაპია, სისხლის ანალიზები და ამ პასუხებს ჩვენ ველოდებით, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც შეეხება შეპს კრისტალის დირექტორს, ის დაკითხვაზე დილიდან იყო, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 240 და 292 მუხლებით, რაც გულისხმობს იმას, რომ შეპს კრისტალში არ იყო დაცული სათანადოდ უსაფრთხოების ნორმები. წყალმომარაგების კომპანია კრისტალის დირექტორი ლევან დაუთაშვილი სამართალდამცველებმა დღის 4 საათზე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე კომპანია კრისტალის წინააღმდეგ 240 და 292 მუხლებითაა აღძრული და სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. სანქცია ეჭვმიტანილისთვის 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადებს დედაქალაქის კლინიკებში მწვავე ქიმიური ინტოქსიკაციის დიაგნოზით პაციენტები ამ დრომდე გადაჰყავთ. მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მოწამვლის დიაგნოზით გადაიყვანეს რეალ ტევის დღის ამბების ჟურნალისტი მაკა თვაური, რომელიც ოპერატორთან ჯონი გუსოვთან ერთად ლილოს დასახლებაში შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. რეალ ტევის რეპორტიორებს თვალების წვის, ძლიერი თავის ტკივილისა და პირღებინების შეგრძნება აღენიშნებოდათ. ექიმების განმარტებით მწვავე ინტოქსიკაცია ქლორის დიდი რაოდენობით მიღებამ გამოიწვია. რამდენიმე წუთით სმერა მივედით შემთხვევის ადგილზე და უფრო საფრისუნი მაშინ იგრძნობოდა და აქედან გამომდინარე ელისწვა მაშინვე ვიგრძენი. მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, მე იქ მერის თანამშრომლები არ იგებდნენ რძეს და რაღაცა რძეც მივიხე იქვე. ჩვენ მე მოგვიწია მეორედ გაშენვა რომ მოხდა მისვლა და იმერე მართლა ძალიან ცუდი სუნი იყო. და იქვე ვიგრძენი, რომ ცუდად ვიყავი. დღეს ჩვენს კლინიკას მომართა კიდევ პაციენტების ახალმა ნაკადმა. ესენი არიან სამშობლო სამსახურის წარმომადგენლები, არის ერთი ჟურნალისტი და არიან მოქალაქეები, რომელსაც დღეს იგრძნეს თავის ცუდად შემთხვევის ადგილზე და დღეს მომართეთ ჩვენს კლინიკას. პაციენტებს უტარდება ჟანგბადის თერაპია, უტარდებათ ინფუზიური თერაპია, ჩაუტარდა ტოქსიკოლოგის კონსულტაცია ყოველას და სისხლის ანალიზები. ქლორის მწვავე ინტოქსიკაციით 2 პაციენტი ამ დრომდე რჩება ინგოროყვას ნეიროქირურგიული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. 18 წლის ლაშა ნარიმანიძე ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. თბილისის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კი მკურნალობას 7 პაციენტი გადის. ექიმების განცხადებით მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან. იგივე მდგომარეობა, რთულ მდგომარეობაში არის, არაფერს არ ეძახიან ახალს. არ ვიცი დანარჩენი არაფერი. სამსახურიდან მოდიოდა, იმყოფებოდა ავტობუსში და ჰაერო ჩავიდა და ხალხი ცუდად გახდა, ჩამოსვლის ნებლა და გახდა ცუდად გადმოიყვანეს სასწრაფოდ. ამჟამად ჩვენთან გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მოყოფა 7 ავადმყოფი, რომლებიც დღეს დილით სულ წავდნენ სახლში. 2 ავადმყოფი იყო შედარებით, 2 ავადმყოფი იყო მძიმე, მათგან ერთი მდგომარეობა კრიტიკული 18 წლის ბიჭის იმყოფება ამჟამად მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. ქლორის მწვავე ინტოქსიკაციით მოწამლული 9 მოზარდი ამ დრომდე რჩება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ტრანსპორტში ცუდი სუნი რო დატრიალდა, გააჩერეს ტრანსპორტი და ჩამოვიდა ხალხი დაბლა. ამ დროს ჩემი შვილიც რა თქმა უნდა და როგორც ასთმიანი ბავშვი უკვე სუნთქვა, მას ცოტა შეეკრემტო სპეციფიკურ სუნებზე, იყო ალერგიული. ვეღარ სწამლის დახმარებით და ის ვერ მოსულიერდა ვერანაირად. გაითიშა იქვე ბავშვი, გათიშულა. აქ მოვედი საავადმყოფოში რომ მოიყვანეს მაშინ. 9 პაციენტიდან დღეისათვის 9 კლინიკაშია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, უტარდებათ სტაციონარული მკურნალობა. მათგან სავარაუდოდ რამდენიმე გაეწერება, დანარჩენის მკურნალობა გაგრძელდება. 800 ლიტრიანი ავზიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვა წუხელ ლილოს დასახლებაში საღამოს 10 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის ქლორის გაჟონვის შედეგად დაბინძურებული ჰაერი საფრთხეს არ შეიცავს.
გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ჰაერის ტესტი რამდენიმეჯერ აიღეს და მათი მონაცემებით ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შესაბამის სამსახურები, ამჯერად მიდის ასე ვთქვათ შედეგების აღმოფხვრა, ხდება ჰაერის წყლის ანალიზების აღება, ჩვენი შესაბამის სამსახურებიც ადგილზე არიან, მეც გავხდით ადგილზე და მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფრთხე ამჯერად უკვე მოსახლეობას და გარემოს აღარ ემუქრება. ინციდენტის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. დაშავებულები გვიან ღამით საქართველოს პრეზიდენტმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მერიის საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა მოინახულეს. მთელი ღამის განმავლობაში ლილოს დასახლებაში საგანგებო სიტუაციების სამსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. სამაშველო სამსახურებთან ერთად შემთხვევის ადგილზე და კლინიკებში სპეციალურ რეჟიმში მუშაობდა რეალტივის საინფორმაციო სამსახური და უახლეს ინფორმაციას მაყურებელს პირდაპირ ეთერში უწყვეტ რეჟიმში სთავაზობდა. მე ხო ვიმყოფები თბილისის მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში, გინგოროყვას კლინიკაში, სადაც ჩემი კოლეგა მაკათვაური რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს და მას უტარდება გადაუდებელი დახმარება და გარდა ამისა, მან ჩააბარა რამდენიმე ანალიზი, რომლის პასუხის ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა დღის ბოლოს ეს უკვე და მისი ჯანმრთელობის საბოლოო მდგომარეობა ცნობილი გახდება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დილისთვის ის უკვე საავადმყოფოდან გაწერილი იქნება. მადლობა მაია, პირდაპირ ეთერში მაია თევზაძე საუბრობდა დღის ამბები ჯგუფი მაკას და ჯონის უსურებს მალე გამოჯანმრთელებას და იმ ადამიანებს, ვინც ახლა საავადმყოფოში რჩება. განვიზოთ გამოშვებას, ქვეყნის პირველმა პირმა დღეს პრემიერთან ერთად ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. ახალაიას წინ ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს, რასაც მისი გამოცდილებიდან გამომდინარე დაძლევს განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის პოლიციის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალიზირებული, მაფიოზური, კორუფციური ის არის, ის იყო იცით ამერიკული. შემდეგი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა დიმიტრი შაშკინის წარდგენისას პრეზიდენტმა ის წარმატებულ მენეჯერად დაახასიათა მიხეილ სააკაშვილის თქმით, თავდაცვის სფერო მნიშვნელოვანია, რადგან ახლა შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის უნიშნელოვანესი ეტაპი იწყება. ჩვენი სისტემა ეფუძნება ერთის მხრივ პროფესიულ და გაწვევით ჯარს და მინდა კატეგორიულად ვთქვა, რომ გაწვევითი ჯარის გაუქმება არ შეიძლება ჩვენისთანა ქვეყანაში, ეს სულელური იდეა არის გაწვევით ჯარის გაუქმება. რომელ ქვეყანაში საქართველოს ზომის მე მინდა დავეთანხმო ვანაც გუშინ ამას ლაპარაკობ პარლამენტში, რომელ ქვეყანაში არის, რომ არ არის პროფესიული ჯარი. ამ გამოწვევების მქონე ქვეყანაში, სინგაპურში არის საყოველთაო გაწვევა, ისრაელში არის საყოველთაო გაწვევა კაცების და ქალების, ჩვენ ამას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ მეორე ეკონომიკაც გვასავითარებელი. მაგრამ ის რომ ყველა კატეგორიის საქართველოს მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვაში ჩართული, ეს არ უნდა იყოს მარტო ვიღაც ერთ ცალკე აღებული პროფესიონალის პრივილეგია, ეს არის 2x2 4 მე მგონი თითოეული ჩვენგანისთვის. თითოეულ ადამიანს საქართველოს უნდა ქონდეს შეხება. მე მაგალითად ვაპირებ, რომ ჩემი შვილი როგორც კი სულწოვანი გახდება, ამა თუ იმ ფორმით ინტეგრირებული იყოს ჯარში და გაიაროს სამხედრო მომსახურება და ყველა ქართველი უნდა ფიქრობდეს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომ მისი შვილი თუ გინდა უცხოეთში სწავლობდეს ან საქართველოში, თუ გინდა ამ პროფესიის იყოს თუ სხვა რამე არ ქონდეს არჩეული პროფესია, არ უნდა იწოდოს საერთოდ ეჭვს, რომ ყველაზე უნდა მქონდეს მორგებული პროგრამები, რომ ამა თუ იმ ფორმით გაიაროს სამხედრო მომზადება, ხელშეელოს იარაღის დაჭერა, ხელშეელოს სრულად და ებაზართავარი იცოდეს, რას წარმოადგენს შეიარაღებული ძალები მისთვის და მის ქვეყნისთვის. ასევე არის რეზერვისტთა სისტემა. საქართველოს დამპყრობელთან შეხმატკილებული ჩვენი უთავმოყარეო ელემენტების თავდასხმების სარეზერვო სისტემაზე მე მგონი ცუდად მიუბრუნდათ მათ უკან. იმიტომ რომ სარეზერვო სისტემა რომელიც ყველა რეგიონში შეიქმნა საქართველოში და პრაქტიკულად ყველა ადამიანი ჩაეწერა ერთ-ერთი ჩვენი სიამაღის წყარო. ყველა ადამიანს უნდა შეძლოს თავის სოფლის, თავის მიკრორაიონის, თავისი უბნის, თავისი დაბის, თავისი ქალაქის, თავისი რაიონის დაცვა. იმიტომ რომ ჩვენ კარგად დავინახეთ, დამპყრობელი როცა შემოდის, მე ქართველებს აღარ ტოვებს. და არც მოსახლეობის ქართველებს მე გულისხმობ ეთნიკურ კი არა. საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ერთგულ პატრიოტებს, იმიტომ რომ საქართველოში დღეს დევნილები არიან ეთნიკური ოსებიც, ეთნიკური აფხაზებიც, ეთნიკური რუსებიც, ეთნიკური სომხებიც, ბუნებრივი ეთნიკური ქართველებიც. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად, რომ ეს საფრთხეები როცა არის, თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს თავის სამშობლოს დაცვა. დიმიტრის განმოყვანა იყო ასევე განპირობებული იმით, რომ ის იყო იცით ამერიკული რესპუბლიკური ინსტიტუტის ადგილობრივი ოფისის ქართველი ხელმძღვანელი მრავალი წლის განმავლობაში და ჩვენ ახლა ვიწყებთ ძალიან ფართო საინტეგრაციო პროგრამას ჩვენ შეიარაღებული ძალების საერთაშორისო სისტემაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ამერიკის შეერთებულ შტატებმა გამოაცხადა ჯერ კიდევ იანვარში და ახლა ხილარი კლინტონმა დააკონკრეტა და შემდგომმა დელეგაციებმა დააკონკრეტეს ნიშნულოვანი ისტორიული გადამწყვეტი პროგრამა მე ასე ვიტყოდი ჩვენი დახმარების შეერაღებული ძალების მომზადების აღჭურვის გამოწვევებისადმი მომზადების სფეროში. ჩვენ უკვე გვაქვს აკადემია სერიოზული სამხედრო სადაც არიან ამერიკელი და სხვა უცხოელი ინსტრუქტორები ძალიან ეფექტურები. რამდენიმე ათეული ჩვენი ოფიცერი სწავლობს ან ემზადება სასწავლებლად გასაგზავნად და ჩვენ ვფიქრობ რომ ასეულობით ჩვენი ოფიცერი სერჟანტი და წავიდეს უცხოეთის სწავლის გასაგზავნად. ჩვენ გამოაცხადა ამერიკამ პროგრამა საქართველოს შეერაღებული ძალების ვერტმფრენებით აღჭურვის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დაცვის სისტემის შესაქმნელად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ისე როგორც თქვენ იცით, რომ ჩვენ შევქმნით ჩვენი სამხედრო ინდუსტრია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც არ მხოლოდ თქვენს ამისთვის, არამედ საქართველოს ქონდა ბოლო წლებში. და ესეც უნდა გავაუცოთ, იმიტომ რომ ეს გარდა ყველაფრისა, რომ ქმნის სამუშაო ადგილებს, ქვეყანას აძლევს განსაკუთრებულ რაღაც სიმტკიცის ასევე მარაგს, ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გვესმოდეს, რომ ახნის ახალ ტექნოლოგიებს და ახალ განვითარებებს, ახალ იდეებს, ახალ განვითარების საშუალებას აძლევს თლიანად ქართულ ეკონომიკას, ქართულ საგანმანათლებლო სექტორს, თლიანად ჩვენ ქვეყანას. ჩვენ იცით, რომ სხვადასხვა პერიოდები ქონდა ჩვენ შეერაღებული ძალების ისტორიაში. ჩვენ ქონდა ძალიან სახელოვანი მომენტები და გვაქვს. ჩვენ ქონდა სამარცხვინო მომენტებიც, როგორც 2009 წელს გადატრიალების ჩაფლავებული მცდელობა, რომელიც ზოგიერთმა ყოფმა ასევე აღკვეთა ძალიან გადამწყვეტი მოქმედებებით. მე ეს კარგად მახსოვს. ამიტომ ასეთი ელემენტებისგან რაც მოხდა კარგი ბაჭოს დროს, შეერაღებული ძალები თლიანად გაიწმინდა. თლიანად გაიწმინდა. და კიდევ კარგი რომ გაიწმინდა. და ყოველგვარი სინანურის გარეშე დავიშვიდობეთ ეს მერყევ ძველებურად მოაზროვნე ერთთან შესაძლებლად გამზადებულ ზოგიერთ ელემენტს. დღეს შეერაღებული ძალები ამ ხრივარი აბსოლუტურად სუფთა. და ეს მოხდა ყოველგვარი დიდი ექსესების, არეულობების, ხმაურის გარეშე, ვინც რაც უნდა ისიც უწუნოს, ჩვენ არასდროს არ გვეშინდა ვინმეს უწუნის, იმიტომ რომ ჩვენ ვქნით ჩვენ ქვეყანას და ყველაფერს გავაკეთებთ ვისაც რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული, მათ შორის ასეთი ელემენტებისგან. მეორე მხრივ ჩვენ ყავს დღეს ძალიან ბევრი საინტერესო კვალიფიცირებული მაღალი დონის ოფიცერი, ძალიან კარგი სპეციალისტები, ზავის დარგის, მართლა ხალხი დღე-დღე მუშაობს. ჩვენ არ გვიკეთებია დიდი რეკლამა წინა წლებში, განსხვავებით შეიძლება პირველი წლებისგან, როცა მეც ვიყავი, მეც ძალიან ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში და ახლაც ვარ ჩართული, როგორც თქვა ვისწავლეთ, რომ ტელევიზიებით მანევრების ჩვენება მუდმივით ეს სულაც ანიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ კარგ ფორმაში. ჩუმად კეთდება კარგად საქმე ყოველთვის. აუღებლებლად, წყნარად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს არის სისტემა, ამას უნდა კეთება, ქსოვა, შექმნა, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ საერთო სკოლის შექმნა სამხედროს, ჩვენ რუსებმა გაგვინადგურეს სკოლა საბჭოთა კავშირში არ იწვევდნენ რომ ქართველებს ოფიცრებად, თითქმის არ იწვევდნენ, იშვიათი გამონაკლისს გარდა, ეს იყო თბილისის არტილერიის სასწავლებელი, რომელიც დაამთავრა პრაქტიკულად სხვა თითქმის არსად არ იყო ქართველები. ჩვენ გვიხდება თითქმის ნულიდან ჩვენი სკოლის შექმნა და ეს ნულიდან შექმნა სკოლას დაჭირდება გარკვეული პერიოდი. მაგრამ ბევრად რო ჩქარა უნდა გავაკეთოთ, ვიდრე სხვა ქვეყნებს. სხვა ქვეყნებს დაჭირდა 10 წლები, ჩვენ დაგჭირდება წლები. მაგრამ აუცილებლად შევქმნით. და შემდგომ ეს შეგვიძლია მოგცემს საშუალებას, რომ ბევრად უფრო წყნარად ეძინოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მე ვფიქრობ, რომ დივას ექნება ძალიან საინტერესო იდეები რეფორმების კუთხით, ეს მართლაც გიდეების გენერატორია, როგორც ხელმძღვანელი, არის ძალიან კოლეგიური ადამიანი, მასთან ძალიან რადვილია მუშაობა ყველასათვის, იმიტომ ძალიან გახსნილია იდეებისთვის, ძალიან დემოკრატიულია, ძალიან თავდაბალია. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი აქ და არა უბრალოდ ძალებების შემსრულებელი. გვჭირდება ხალხი, ვინც თამამად გაწვის იდეებს, თამამად გააკრიტიკებს, რაც არ მოეწონება, თამამად გამოთქვოსას, არ დაგვეთანხმება და არ დაეთანხმება მათ შორის მინისტრს საჭიროა, იმიტომ რომ მაგრამ როცა ეს ფუძდება იმას, რომ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით, ამითი მიიღწევა შედეგი ქართულ სახელმწიფო აპარატში და ქართულ ადმინისტრაციულ თელ პერსონალში. კიდევ ერთხელ მინდა წარმატება გისურვოთ, კიდევ მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას თანამშრომლობისთვის და ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგზავნოთ კარგად დაწყებული საქმე. მადლობა. გავუჩინოთ. მადლობა.
დღეს ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან ერთად განათლების უწყების ახალი მინისტრი ხატია დეკანოიძე წარუდგინა, მასწავლებლების სერტიფიცირება და ერთიანი ეროვნული გამოცდები ეს ძირითადი საკითხები იყო, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებთან ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ხატია დეკანოიძეს და მის უწყებას წარმატება უსურვა. ჩვენ გვინდა რომ მასწავლებლები საქართველოში იყოს მაღალ ნაუნარისხოვებადი. ამავე დროს ჩვენ გვინდა რომ ხელფასი იყოს მაღალი. ამიტომ ის ტესტირება, რომელიც არის მასწავლებლებისთვის, იქნება გადამწყვეტი, რათა ერთის ხრივ ისეთ თამასა ის მაღალ დონეზე არ დაუწევთ რომ მასწავლებელი ვერასოდეს ვერ აწყვეტს, უნდა იყოს მისაწვდომ დონეზე, მაგრამ მეორეს ხრივ მასწავლებლის დონეც, მასწავლებლის სტიმული უნდა გავუშვეს, როგორც ბავშვს და აქ სტიმული უკეთესად ისწავლოს, მასწავლებელსაც უნდა ხოლმე სტიმული თავის პროფესიული დონე აიმაღლოს. ახალგაზრდებს ვინც ამთავრებენ უმაღლესებს უნდა ქონდეს სტიმული რომ წავიდნენ სკოლაში. როცა ამთავრებ უნივერსიტეტში შეგიძლია რომ ეგრევე 1000 და 1500 ლარი ქონდეს სკოლაში, ეს რა თქმა უნდა სერიოზული სტიმულია ჩვენი სტუდენტებისთვისაც. ყველაზე კვალიფიციური და კარგი სტუდენტები, ვინც ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს, მათაც შეავსონ ავსებენ საშუალო სკოლის პედაგოგების რიგები. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა. თქვენ იცით რომ გამოცდების სისტემაში შედის ცვლილება, მთელი ეს ზღაპრების მოყოლა რომ გამოცდებს ვერ ჩაატარებენ, უიმე თურმე ქვეყანა დამოიგროვა, ხო კი ნახეთ როგორ ტარდება გამოცდები. აბა რა გეკონათ ეს გამოცდები? ვიღაცა იმის შექმნილი კი არა მართლა. ეს გამოცდები ჩემი შექმნილია, ჩვენი შექმნილია და ვინც უნდა დახტეს, გადახტეს, გადმოხტეს, ჩვენი გაკეთებული სისტემა და ჩემი გაკეთებული სისტემა. და სანამ მე ამ ქვეყანაში წვეთ და ძალიან დიდხანს იმედია ხალხი დაგუჭერს ხარს რომ ამ გუნდმა გადავწყვიტოთ რამე. ეს სისტემა ფუნქციონირებს მიუხედავად იმისა, ვის რა ამბიცია, ღვაწლი და ინტრიგა გაუჩნდება და სადაც გახდება და გადმოხდება. შვენივრად აჩვენებს ეს გამოცდები ამას. მაგრამ ზუსტად იმის გამო რომ ჩემი შექმნილი სისტემა მათ შორის თქვენთან ერთად. მე ვხედავ ამ დავინახე ამ სისტემის მინუსები. და მინუსი იყო ის, რომ რეალურად როცა არის მხოლოდ ერთიანი გამოცდა და განსხვავებული პროგრამით ტარდება გარკვეულწილად თუ სკოლაში რაც ისწავლებოდა და სკოლაში გამოცდების არ აღარ იყოს, სანამ დიდი კამათი შენა ხელახლა უკან არ შემოატანია, სანამ ეს სისტემა არის, პრობლემა იქნება, რომ ჭირდება ბავშვებს რეპეტიტორები ახალგაზრდებს რომ მოხდნენ ჩაებარებათ ერთიანი ეროვნული გამოცდა. თუ რაღაც ძალიან საოცრად ნიჭიერი ბავშვი არ არის. ეს არის სოციალური უსამართლობა. ჩვენ გვჭირდა ყველა ადამიანი იყოს თანასწორ ვითარებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მარტო ის კი არა, ვისაც აქვს 2000, 3000, 4000 რეპეტიტორი მოსამზადებლად და თელი კლასია რეპეტიტორების პრინციპში ამის გამო ჩამოყალიბებული, არამედ უნდა კონდეს თითოეულ ადამიანს, სადაც უნდა ცხოვრობდეს ის წნორში, გლდანულაში, სოფელ ლესიჭინეში, ნებისმიერ სხვა ადგილზე საქართველოში, უნდა კონდეს საშუალება ჩააბაროს ეს ერთიანი გამოცდა. ამიტომ უნდა ბარდებოდეს სკოლაში ეს ერთი და მეორე გამოცდების ცენტრი, რომელიც იღებდა 8000 და 10000 და 15000 ლარი ქონდა თვეში ხელფასი, წელიწადში კანტორა იყო, გაიღებოდა წელიწადში ერთი თვე. ჩააბარებდნენ გამოცდას, მერე 11 თვე იღებდნენ თავის 15 და 10000 და 8000 ლარს ხელფასებს და კარგად იყო ხარჯზე წამოწელილი. ჩემზე სამჯერ მეტი ხელფასი იღებდნენ არაფრის კეთებაში. ეს იყო სოციალური სამართლიანობა და იმიტომაც აუვარდათ თავში და იმიტომაც გავიდნენ თავს. როცა ზედმეტებს შვები, ესე მოძდით ხოლმე ადამიანებს. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ შევძლოთ ეს გამოცდების ცენტრი უნდა მუშაობდეს წელიწადში 12 თვე. სიტყვაზე მე ჩავაბარე სკოლა დავამთავრე და არ ჩავაბარე გამოცდა. არ მინდა გამოსჩაბარე, ხო? წავედი ვიმუშავე ხარატად, მოვედი 4 წელიწადში, მოვიდა უმაღლეს შესწავლად, ჩავაბარე, გავჩავაბარე. ან ვერ ჩავაბარე პირველი გამოცდა, მეორე თვეს მივედი ჩავაბარე, მესამე თვეს მივედი ჩავაბარე. ან უმაღლეს სასწავლებელში ვარ და არ მაქვს სრული სახელმწიფო დაფინანსება. რატო უნდა ვიყო 4 წელი დაჩაგრული იმის გამო, რომ ერთხელ ვერ ჩავაბარე. ჩავაბარე და ამიწიეს და მომწეს სრულფასოვანი გარანტია სრულ და უნდა გაიზარდოს ეს გრანტის რაოდენობა, ამ გრანტის რაოდენობაც. აი ეს არის რაც უნდა ყველამ ერთად გავაკეთოთ, რომ ეს ცენტრი ფუნქციონირდეს ისე, რომ ყოველთვის იყოს ღია იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ აიმაღლოს თავის კვალიფიკაცია, ეს ეხება მასწავლებლებსაც, ეს ეხება ჩვეულებრივ ადამიანებსაც, რომ ყოველთვის შეძლოს ჩაბარება. როგორც არის ამერიკაში ამ ტესტებს GMAT-ს, ესეც აბარებენ ყოველთვიურად, შეგიძლია მეხვიდე გაუმჯობესო და ყოველთვის შეგიძლია გაქვს შანსი კონდეს მეორე შანსი. და არა ისე რომ თელი წელი ელოდები, როგორც იყო საბჭოთა ინერციას და აბიტურიენტი ხარ, აბიტურიენტის სტატუსი გაქვს, ემზადები რეპეტიტორი უკვე წინასწარ იცი რომ აი ზაფხულია ზუსტად, არაფერი ყოველთვის.
და შენ თავზე იყო დამოკიდებული და არა რეპეტიტორზე და არა იმაზე როდის გაკეთებენ ამ ყველაფერს. აი ეს არის სამართლიანობა. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენთვის მიღწევა იყო ერთიანი გამოცდები თავის დროზე. თავი მიღწევა იყო ბევრი რაღაც რაც ამ სამიზოში გაკეთა, მაგრამ რეფორმას უნდა გაგრძელება და ამ რეფორმის ცენტრალური ფიგურა უნდა იყოს მასწავლებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველას ერთად გვესმოდეს. ამიტომ მე ვფიქრობ ხატია რომ დიდი გამოცდილება თქვენთან ერთად ხარ თქვენ ერთმანეთს უნდა ჩვენ სამინისტროების თელი სიამოვნება არის ის რომ ყველანი ვართ თანასწორი. და ჯერ ძირითად ერთი ასაკის ხალხი მუშაობთ ხო? მუშაობთ. просто ჩვენ მე და ვალო ყველაზე ვრცოვნები ვართ ალბათ თავრობაში ზოგიერთ 1-2 აგერ ჩვენ მეგობართან ერთად. მაგრამ ძირითად ერთი ასაკის ხალხია. დღეს ადამიანი რომელიც არის მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი შეიძლება განსხვავება იყოს 2-3 წელი ასაკში, შეიძლება დემოკრატიული ვითარება, ყველა ერთმანეთს ასუზიარებს, ყველა თანასწორია, ყველა ერთად ქმნის რაღაცას, როგორც თავრობაში ვარ, ყველა თანასწორია, და ახაც ყველა თამის სიტუაცია ესეთი, რომ ვიღაც უფროსი კი რაღაცა სადღაც იქ ჯდომი, რომ კაბინეტთან უნდა ატუზული იქნა, იქნებ მიგიღოს, არ მიგიღოს, ეს არ არის სიტუაცია, ხო? ეს არის დემოკრატიული სისტემა. სადაც ჩვენი წარმატების რეცეპტი არის რატო ვერ იყიდეს ვერც ერთ ჩვენი აპარატის წევრი ნუ ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. თელ საქართველოს სახელმწიფო აპარატს გვაქვს, იმიტომ რომ დემოკრატიული გახსნილი სისტემა სადაც ყველა ერთმანეთის გვერდზია. ამიტომ უნდა ასთაგაცვლა გამოცვა გაგრძელდეს, კარგია რომ ხატიას აქვს დიპლომატიური გამოცდილება, ამერიკაში მუშაობდა რამდენიმე წელიწადზე არ რთულ დროს ჩვენ საელჩოში. ამიტომ უნახია უცხოური საუკეთესო გამოცდილების მაგალითებიც. პოლიციის აკადემია ნულიდან ააწყო და პოლიციის აკადემია პოლიციური დაწესებულება არ არის, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც თავის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქცია და ჩვენ გავაგრძელოთ ის რაც დაიწყო ჯერ 2004 წელიდან განათლების რეფორმასთან ერთად კახალომაიამ და მეთიან გამოცდით, შემდეგ გაგრძელდა ჯიმამ ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა თქვენთან ერთად და კარგია რომ ჩვენ თავრობაში არის 5 ქალი მინისტრი. ეს არის ყოფილა დაგეგმილი, მაგრამ ასე გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ქალებს აიხსნებათ ახალი შესაძლებლობები საქართველოში. მე ქალი პრემიერ-მინისტრსაც ვისურვებდი, მაგრამ ნუ რა ვიცი, ვერ ვიპოვეთ. ბოლო ხანებში დიდხანს ფიქრობდი ამ თემაზე და თლად ბოლომდე არ გამოგვივიდა. მაგრამ ნუ ამის კომპენსირება ვალოს კაცობის გადაგვატანია, ამათ ყველა რამდენიმე 5 ქალის დამატება. ასე რომ გისურვებთ წარმატებას და მე ვფიქრობ როგორც ვთქვით, ხალხმა თქვენი ლოზუნგი სწორია, მეტი სარგებლობი ხალხს ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანმა დაინახოს ახალი განათლების სისტემა მას რას აძლევს. რა მიცა მის ბავშვს, მის ოჯახს. უკეთესობისკენ ეს განმარტება არის ის, რომ სახელმწიფოები ნაკლები ღირდეს, ამას ბევრი მუშაობთ, რომ არავის მონოპოლიები არ ქონდეს არავის ამ თემაზე, კომპიუტერები ყველგან მივიდეს, ინფორმაცია ყველგან შევიდეს და რაც თავი ბავშვებს ხოლმე თანასწორი შესაძლებლობები ქონდეს, შესაძლებლობა რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს, რა უნდა ღარიბი და გაუბედურებული ოჯახიდანაც კი იყოს. ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ვთქვით თანასწორუფლებიან სახელმწიფო, სადაც ყველას დაუცველიდან დაწყებული და შედარებით პრივილეგირებული დამთავრებული, ყველა თანაბარ ვითარებაში ერთად მივიწევთ წინ და ქვეყანასაც წაიყვანს წინ. დიდი მადლობა და მე ამ შემთხვევაში მადლობას გეუბნებით კოლექტივს. მე ვფიქრობ, რომ ხატია შეძლებს ამ ამოცანებს გართვას თან. მადლობთ. 127-ის წინააღმდეგ დღევანდელ რიგარეშის ხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას მეტი სარგებელი ხალხს ნდობა გამოუცხადა. მთავრობის კანცელარიას მისი უფროსის ნაცვლად პრემიერი უხელმძღვანელებს. ახალ პრემიერ-მინისტრს უფლება მოსილება ეეზრდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, რომლის შესაძლებადაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ნინო ფოფხაძე მოგვითხრობს. ნინო, გისმენთ. დიახ, პრემიერ-მინისტრა და მის გუნდს უკვე ნდობა პარლამენტმა ოფიციალურად გამოუცხადა, დამტკიცებულია 4 წლიანი სამოქმედო გეგმა მეტი სარგებელი ხალხს. თუმცა რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მათ მონაწილეობა არ მიიღეს და უარი თქვეს გამოეცხადებინათ ნდობა მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმისათვის და ასევე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისათვის. 102-7-ის წინააღმდეგ. პარლამენტმა მთავრობის ახალ 4 წლიან სამოქმედო პროგრამას მეტი სარგებელი ხალხს და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები და პრემიერი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად უკვე შეუდგნენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საბოლოო ჯამში ამ მთავრობის ეფექტურობის ტესტი არის ძალიან მარტივი. არა საპარლამენტო დებატები, არამედ ის, რამდენად იგრძნობს ამ მთავრობის მუშაობით უკეთესობას თითოეული ქართული ოჯახი. რამდენად მეტი კეთილდღეობა იქნება თითოეულ ოჯახში და რამდენად მეტ სარგებელს მიიღებს ჩვენი ხალხი და ჩვენი მოსახლეობა. ამ წუთიდან მე ვიწყებ ჩემი მთავრობის წევრებთან ერთად ჩვენი პროგრამის შესრულებას. მე ვაპირებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ
რეგიონში, თითოეულ ქალაქში, თითოეულ სოფელში გავაცნო ეს პროგრამა და ჩვენ ხალხთან ერთად აღვასრულო ეს პროგრამა მეტი სარგებელი ხალხს, რაც ითვალისწინებს უმუშევრობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, პროგრამას, რომ ჯანდაცვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ აღორძინდეს ქართული სოფელი. უნდა შეიქმნას უმუშევრის სამართლებრივი სტატუსი. ყოველივე ეს მოგეხმარება, რომ განსაზღვროთ იმ სოციალური დახმარების იმ სადაზღვევო პაკეტების მოცულობა, რომელიც ასე აუცილებელია თითოეული ჩვენი უმუშევარი ოჯახებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ის ყველა პროექტი, რომელიც ხსენებული იყო დღეს ახალი პრემიერ-მინისტრით, არის მიმართული ზუსტად ამისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის კერძო სექტორში. სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო ოპოზიციამ ნდობა არ გამოუცხადა. მიზეზად ის შენიშვნები დასახელდა, რომელიც ოპოზიციას 7 გვერდიან დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს. ქრისტიან-დემოკრატები ფიქრობენ, რომ სადაზღვევო პაკეტი დასახვეწია და მოსახლეობას ძვირადღირებული სერვისებით სარგებლობა უნდა შეეძლოს. მათივე ინიციატივით შესაძლებელია სახელმწიფო პოლიტიკა განათლებისა და ვეტერანებთან დამოკიდებულების კუთხით. ფრაქცია ერთობა სამართლიანობისათვის კი ხელისუფლებისაგან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მოითხოვს. პრიორიტეტები არის სწორედ განსაზღვრული. მე უბრალოდ დავამატებდი რამოდენიმე პრიორიტეტს, რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენ მოსახლეობას. ეს გახლავთ პენსიების საკითხი, იმ 4 წელიწადში უნდა გაიწეროს ალბათ პენსიების საკითხი. ქრისტიან-დემოკრატები ყოველთვის მხარს უჭერდით და ახლაც ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ შვილებს, სტუდენტებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი განათლება. იმის გამო, რომ მერაბიშვილის სააკაშვილის მთავრობა არაპირებს სასწავლო სტუდენტური გრანტების რაოდენობის გაზრდას, რითაც 50% თანადაფინანსება მომენტალურად ექნება ყველა სტუდენტს, ჩვენ მათ მხარს ვერ დაუჭერთ. ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტის სესიაზე წვავე დებატები გაიმართა. იყო ძალიან ბევრი პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთი მსჯელობა ჰქონდა ჩვენ აქ და ნათელი მაგალითებია იმისა, თუ როგორ ხდება ძალადობრივი გზით განსახლება და აქედან გამომდინარე რა პრობლემები წინაშე რჩებიან დევნილები იქ. აქ საუბარი არის სამუშაო ადგილებზე, საუბარი არის თვითონ ბინის განაწილებებზე. თქვენ თუ შეგიძლიათ ნახოთ თქვა რეგიონები, სადაც მოხდა განსახლება ეგრეთ წოდებული დევნილების, თქვენ ნახავთ, რომ ნახევარი ბინები ჩაკეტილი არის. რას გაითვალისწინებს საქართველოს ახალი მთავრობა, რას აპირებს ამ მიმართულებით, გააგრძელებს გამოსახლებას თუ განსახლებას იმ პროგრამით, რაც მართლაც ნორმალურადაა გაწერილი და ამ პროგრამით წავა თუ არა. 2015 წელს უნდა დახარჯულიყო სოფლის მეურნეობაში არაუმეტეს 200 მილიონისა. ჯანდაცვაში უნდა დახარჯულიყო არაუმეტეს 350 მილიონი. მე გეუბნებით 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და შემდეგ ეს ჩამოთვალი შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო, იმიტომ რომ ეს რიცხვები, რომელიც ამ დოკუმენტში დევს და რაც თქვენ აქ წარმოადგენთ, არაადეკვატური და არა შესაბამისობაში მოდის. რა შეიცვალა 3 წელიწადში, 3 თვეში თქვენ მთავრობაში, იმიტომ რომ თქვენ ამ მთავრობის გუნდის წევრი იყავ, იღებთ თუ არა თქვენ პასუხისმგებლობას აი ამ საშინელ მდგომარეობაზე, რაც ეხება, რომელიც თქვენ მთავრობის განმავლობაში მოხდა და მესამე, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენი მინისტრობის პირობებში სპეცსამსახურები ჩამოყალიბდა პოლიტიკურ, ვთქვათ, პოლიციად, მე არ გულისხმობ პატრულს, მე გეუბნებით ძალიან კარგად იცით ჩვენ რასაც გულისხმობთ, ეს არის პოლიტიკური პოლიცია, ანუ სპეცსამსახურები, რომელიც შერჩევითი სამართალწარმოების გზით პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის და იღებ თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას, ბატონო, ანუ ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რასაც ვაკეთებდი აქამდე, ყველაფერზე, რასაც ვამბობ აქ. ვიღებ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრობაზე მუშაობაზე. უფრო მეტიც მე ვამაყობ, რომ მომიწია ამ დროს მუშაობა და მე ვამაყობ და მე მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და ჩემ ყველა დღეს ასე ვთქვათ, ალბათ დიდი ალბათობით მე აღარ ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წლები იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობა და მე მინდა ყველა პოლიციელს, ვინც გააკეთა არნახული საქმე, დაუხადო მადლობა და მე მინდა უსწრო და დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩოთვის იქნება ძალიან ძნელი მუშაობა, ძალიან ძნელი და ბაჩოთვის ძალიან ძნელი იქნება შენარჩუნებაც კი იმ დონის და მე დარწმუნებული ბაჩო განავითარებს და რაც ყველაზე მთავარია დაამტკიცებს, რომ პოლიციაში ჩატარებული რეფორმა ეს არის უკვე მტკიცე პოლიცია, რომ საკადრო ცვლილებები მინისტრის ცვლილება არაფერს არ შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ ყავს მას ისეთი ინსტიტუტი, როგორც არის პოლიცია, რომელსაც განიცადა არნახული განვითარება, რომელიც არის საამაყო თითოეული ქართველისათვის, თითოეული პატრიოტისათვის და მე ვარ დარწმუნებული, რომ ქართული პოლიცია კვლავაც იქნება ერთ-ერთი მთავარი
დასაყრდენი საქართველოში რეფორმების განხორციელების, საქართველოს სტაბილურობის და საქართველოს განვითარების და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ვიღე პასუხისმგებლობა ვამაყობ, რომ ვიყავი მთავრობის წევრი და ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოპოზიციისგან განსხვავებით უმრავლესობის წევრები ახალ პროგრამას კიდევ ერთ გამოწვევას უწოდებენ და ფიქრობენ, რომ თითოეული დაპირების შესრულებას მთავრობის განახლებული გუნდი რეალურ დროში შეძლებს. ეს არის ის გუნდი და აქვს ის პროგრამა, რომელიც ზუსტად და ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, სოციალური, ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნიშნულოვანი იყო ის პროგრამა, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენდა მთავრობის ამ შემადგენლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება დასაქმების თემატიკას, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობას, სოციალურ მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის ოჯახების და თითოეული ადამიანის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ხიდი დამსაქმებელსა და უმუშევრებს შორის. მკეთილდღეობის და ამ წინსვლის შეტანა ყველა ოჯახში არის ახლა ჩვენი ამოცანა იმდაგვარი პროგრამების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის დასაქმებას, უზრუნველყოფს ხელისასტუმ ჯანდაცვას და უზრუნველყოფს ჩვენი სოფლის განვითარებას. ახალი პრემიერ-მინისტრი აღებული ვალდებულების შესრულებას ახალ გუნდთან შეუდგა. საკანონმდებლო ორგანო კი ქვეყნის პრემიერის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს. შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით უხელმძღვანელებს კანცელარიას არა მისი ხელმძღვანელი, არამედ პირადად პრემიერ-მინისტრი და უკვე შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტში განსახილველად შეტანილია. მადლობა ნინო, დღევანდელი რიგარეშე სხდომის შედეგებზე პირდაპირ ეთერში ნინო ფოფხაძე საუბრობდა. 60 მომხრე და 15 წინააღმდეგი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ყველა დევნილის უფლებას დაუბრუნდნენ. საკუთარ სახლებს ხდომა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ გახსნა და გაეროს წევრ ქვეყნებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა წინაწლების მსგავსად გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მხარემ დოკუმენტი ამჯერადაც გააპროტესტა. რეზოლუცია გაეროში წელს მე-5-ად მიიღეს, თუმცა 2008 წელს მას მხოლოდ 14 მომხრე ყავდა მაშინ 105-მა ქვეყანამ კენჭის ყრის დროს თავი შეიკავა. დელეგაციის ამოცანა იყო ძალიან მარტივი. ყოველ წელს უნდა გაიზარდოს მომხრეთა რაოდენობა და ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა და ასევე უნდა გაიზარდოს განსხვავება იმათ შორის, ვინც მხარს უჭერს რეზოლუციას და ვინც რეზოლუციას ამა თუ იმ მიზეზის გამო ეწინააღმდეგება. ეს ამოცანა შესრულებულია წელსაც. მე-5-ად იყო კენჭის ყრა რეზოლუციაზე, თქვენ გახსოვთ რომ 2008 წელს 14 სახელმწიფო იყო მხარდამჭერი, 11 იყო წინააღმდეგი. დღეს არის 60 სახელმწიფო მხარდამჭერი, 15 წინააღმდეგი. გაიზარდა მხარდამჭერთა რიცხვი შაშანდელთან შედარებით, ანუ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს ხდება მხარდამჭერების რიცხვის ზრდა. ევროკავშირის განვითარების და თანამშრომლობის დირექტორატის ჯილდო საქართველოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში ჯანდაცვის ხელშეწყობის პროექტის საუკეთესო საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის საქართველოს 37 ქვეყნიდან პირველი ადგილი დაიკავა საინფორმაციო კამპანია პირველი ლედის პატრონაჟით მის მიერ ვეინიცირებული ცხოვრების ჯანსაღი წესის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობდა და სამძირითად მიმართულებას მოიცავდა პროექტი მიზნად ისახავდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვას და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ძალიან მოეწონა ევროკავშირმა ზუსტად ეს, რომ ბევრი მედიის სახე იყო ჩართული, კარგად ჩანდა ეს ევროპული ფასეულებები, როგორც არის ჯანდაცვის წესი და ასევე მოეწონათ, რომ თელ მოსახლეობაზე იყო ეს გამიზნული, არა მარტო ბავშვებზე, არა მარტო რომელიმე მოსახლეობის ნაწილზე, არამედ ყველაზე. და ჩვენ აუცილებლად ვაგრძელებთ ამ პროექტს, იმიტომ რომ ბევრი თემა, ბევრი ასეთი გზავნილი გვაქვს კიდე საქართველოში წინ მოსაწევი. მიხარია რომ საქართველოს ამ პროექტში ასეთ წარმატებას მიაღწია და საუკეთესოდ დასახელდა. როდესაც რაიმე კარგს აკეთებ, თავარია ადამიანებამდე მიაღწიოს. ამ კამპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. მე მჯერა რომ ამ პროგრამას უკვე ყველა ქართველი იცნობს. უნდა გითხრათ რომ კომისია ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. მათი გადაწყვეტილება ადასტურებს რომ ქართული კურსი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით მივახციეთ წარმატებას იმის გამო რომ ელემენტარულად სურვილი იყო ყველასი დიდი რომ ჩართულიყვნენ ამ ინიციატივაში და ალბათ ეს ერთობლივი შრომა და ერთობლივი ინიციატივა განაპირობა ეს წარმატება დღევანდელი.
რუსების მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში ოლიგარქიის პარტიის წევრები ჭარბობენ დასახელებული 13 კანდიდატიდან 11 ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრია. ბიძინევარიშვილმა კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან კანდიდატებად მხოლოდ კუბა სანიკიძე და რესპუბლიკელი ნოდარ ებანოიძე დაასახელა. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელმა შესაძლოა პარტიაში საპარლამენტო არჩევნებში კენჭი არ იყაროს. არის რაღაც რისაც მეშინია, შესაძლო 80%-ზე მეტის. ეს არ იქნება სასურველი, მაგრამ ამის ნიშნები არის. თანაც ამ საქმეში მთავარი პარტნიორი მიხეილ სააკაშვილია. ერთხელ გიგაბოკერიას დავემუქრე, იმდენს იზამთ, ოპოზიციაშიც ვეღარ დარჩებით თქო. დიდი ხანი ამ ჩემი ფრაზით თავად არ მჯეროდა. ახლა ასეთი რისკის წინაშე ვდგავართ. საუკეთესო ვარიანტი იქნება ისინი დარჩნენ როგორც ოპოზიცია და ეს გზა გაიარონ. რესპუბლიკელები ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ კოალიციაში, ჩვეულებრივ მუშა რეჟიმში არიან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოჩნდებიან მაჟორიტარებიც, იქნებიან სიაშიც, აქედან გამომდინარე, ხა ვინ რა დოზით და ვინ სად და როგორ, ახლა ამას ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავად განაცხადებს, როგორც კოალიციის ლიდერი და სოფელ კურდღელაურში ჩასულ რეალ ტივის ჟურნალისტებს მეცხრე არხის გადამღებმა ჯგუფამ მუშაობის საშუალება არ მისცახევი, რომელიც სოფელში გადის პერიოდულად ბინძურდება, მოსახლეობა კი მის დასუფთავებას ითხოვს ადგილზე. რეალ ტივის გადამღებ ჯგუფთან ერთად ქართული ოცნების ტელევიზიაც იმყოფებოდა კოლეგიალობის და ყოველგვარი ეთიკური ნორმების დარღვევით, მათი მთავარი ობიექტი მხოლოდ ჩვენი გადამღები ჯგუფი გახდა. ამ ხევზე მიმდინარეობს მუშაობა. არა არსებობს, როდის მეაქ წყალი მოვარდეს და არ მიხედონ მაშინვე. იმ წუთშივე, რომ ხალხი არ დაზიანდეს, არ დაზარალდეს. მეცხრე არხი მოვიდა იმის გულისთვის, ამ ხალხისთვის რაღაც გემეეძალნათ უпроსორეთ სიტყვები, რაღაცა საიმათოდ, ტყუილები ეთქმეინებინათ და იცექრათ. სხვა არაფერი არ იყო აქ და დაზვერვაზე იყვნენ. მეცხრე არხიდან იყვნენ მოსულები და ხევზე გვაიძულებდნენ, გვეთქვა, რომ არ კეთდება. და ეს ხევი კეთდება. ნელა-ნელა დასრულდება, არ არის ჯერ დასრულებული. ხო და შეგიძლიათ განახოთ კიდეც, რომ დაწყებულია გაკეთება და დაამთავრდება. ლეიბორისტულმა პარტიამ ეროვნულ ბანკთან ქვეყანაში არსებული საკრედიტო სისტემა და სესხებზე მაღალი პროცენტები გააპროტესტა. იოსებ შატბერაშვილი ბონუსების და პრემიების მიღებთა დასახელებას ითხოვს, რომლებსაც დიდი რაოდენობით თანხებს სწორედ ოპერაციების შესრულებაში უხდიან. შრომელთა პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ბანკების მიერ შეთავაზებულ სესხზე პროცენტული გადასახადი არა რეალურად მაღალია. ამის გამო კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშეც დარჩეს. იწერენ პრემიებს, რომელსაც ბონუსები ქვია, რომელიც უტოლდება რამოდენიმე მილიონს. მოვითხოვთ ეროვნული ბანკისგან, გამოაქვეყნოს ის კრედიტები და იმ ბონუსების და იმ პრემიების რაოდენობა, იმ ხელფასების რაოდენობა, რომლებსაც ბანკის ხელმძღვანელები და ტოპ მენეჯერები იღებენ. არნახული მაღალი ფასია კრედიტებზე. ამაზე მიხეილ სააკაშვილმაც კი განაცხადა, რომ ბანკირებს დაწესებული აქვთ სოფლიოში ყველაზე მაღალი კრედიტი. ეს 24-28%-ია წლიური ხანდახანი. უკრაინა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე საკანონმდებლო ორგანოში რუსულიანი სტატუსთან დაკავშირებულ განხილვის მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა, რასაც უკრაინის ხელისუფლებამ ძალოვანთა მობილიზება და აცრემლდენი გაზით უპასუხა. უკრაინის ოპოზიციამ კანონი მთავრობის პოლიტიკურ თვითმკვლელობად შეაფასა. კრიზისის ფონზე ვიქტორ იანუკოვიჩი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც არ გამორიცხავს. რუსულიანი სტატუსის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი ხდება. ეგრეთ წოდებულ უკრაინის სახლთან, სადაც დღეს პრეზიდენტ იანუკოვიჩის პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, ასობით ადამიანი მივიდა, რომლებმაც გზა გადაკეტეს. მთავრობამ დემონსტრანტებს პოლიციის სპეციალური, ეგრეთ წოდებული ბერკუტის დანაყოფი დაუპირისპირა. პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოიყენა. თუმცა პრეზიდენტის პრესკონფერენცია მაინც ჩაიშალა. ჩვენ აქ საპროტესტო აქციას მართავთ, მაგრამ პოლიცია ამის საშუალებას არ გვაძლევს. მათ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გახავთ. მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ სპეცდანაყოფები გამოგზავნა. მათ აქვთ დავალება, რომ ადამიანები კიბეებიდან ჩაიყვანონ. დეპუტატებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეთა აზრის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებენ, პარლამენტში არაფერი ესაქმებათ. გარდა ამისა, კენჭისყრას დეპუტატთა დიდი ნაწილი არ დაესწრო, რამაც უმრავლესობას ხმებით მანიპულირების საშუალება მისცა.
მოგვიანებით ვიქტორ იანუკოვიჩმა შეხვედრა მთავრობისა და საპარლამენტო ფრაქციის წევრებთან გამართა. მან ქვეყანაში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენის გამონახვას უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ, იანუკოვიჩი უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პარლამენტმა მუშაობის ნორმალურ რეჟიმში გაგრძელება შეძლოს. დაწყებული სესია უნდა დასრულდეს და პარლამენტის საქმიანობა დასტაბილურდეს. თუ ეს არ მოხდება, საჭირო გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. დღესდღეობით საკანონმდებლო ორგანომ კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა, რასაც საპროტესტო აქციები უკრაინის რადასთანაც მოყვა. ათობით ადამიანმა ღამე საკანონმდებლო ორგანოს კიბეებზე გაათია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ აქციების ჩატარება 9 ივლისამდე აკრძალა, ისინი დაშლას არ აპირებენ. უფრო მეტიც, აქციაზე მისაყვანად მოსახლეობის მობილიზაცია რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა. უკრაინელი ხალხი გამოდის პრეზიდენტ იანუკოვიჩის დიქტატურის წინააღმდეგ. მან უკრაინის პარლამენტი საკუთარ სურვილებს მოარგო. ეს საკანონმდებლო ორგანოს კი არა სააქციო საზოგადოებას გავს, სადაც აქციების მთავარი პაკეტის მფლობელი თავად იანუკოვიჩია. ჩვენი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი ენა. ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა სხდომა საკანონმდებლო ორგანოშიც. ოპოზიცია კანონის განხილვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა. ამის მიუხედავად უმრავლესობა მის მეორე მოსმენით მაინც დაამტკიცა. შედეგად პარლამენტის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ძვირფასო დეპუტატებო, მე გუშინ 3:30-ზე შევხვდი პრეზიდენტს და ჩვენი მოლაპარაკება საღამოს 8 საათზე დასრულდა. მე ვთვლი, რომ მომატყუეს, თუმცა ყველაზე მთავარია, რომ დეპუტატებმა მთელი უკრაინა მოატყუეს. ასეთ პირობებში მე მუშაობა არ შემიძლია. ამიტომ გთხოვთ მიიღოთ ჩემი განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფო ენის პოლიტიკის საფუძვლებთან დაკავშირებით რუსული ენის სტატუსის გაძლიერებას ითვალისწინებს და ის იმ რეგიონებში იმოქმედებს, სადაც ეთნიკური რუსები მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენენ. უკრაინის ოპოზიცია გადაწყვეტილებას მთავრობის მხრიდან ქვეყნის ღალატად აფასებს, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევას კიდევ უფრო გააძლიერებს. გერმანიაში მოხდა შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა მამაკაცი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა და იქ მყოფი 3 ადამიანი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ 4-ვე მოქალაქე სწორედ ამ დროს მომხდარი არეულობის შედეგად გარდაიცვალა, მათ შორის თავად ტყვეების ამყვანიც, როგორც მოგვიანებით გაერკვა, ის ბინის მესაკუთრე იყო, რომელსაც სამ გადაცვლთან საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ხმელთაშუა ზღვაში ორი მფრინავის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებულ თურქულ სამხედრო თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თურქული მედია საშუალებები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობით, მფრინავთა ცხედრების ნაშთები ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 1000 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. სირიის მიერ თურქული ვერტმფრენის ჩამოგდებამ დამასკოსსა და ანკარას შორის ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავა. პანდების კვირეული ლონდონში ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაფალგარის მოედანზე პანდის ფორმაში გადაცმული 108-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციის მიზანს პანდების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. რადგან ცხოველთა ეს სახეობა ყოველწლიურად მცირდება, ოფიციალური ცნობით სულ 1600-ზე ნაკლები სახეობაა დარჩენილი, აქედან 400 ბუნებრივ პირობებში არ ცხოვრობს. საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ჰერმან ვან რომპეიმ პირველი ოფიციალური შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამ ძირითად თემაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობაზე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები და ოქტომბრის არჩევნებიც განიხილეს. ევროკავშირი წინასაარჩევნოდ საქართველოში მედია მონიტორინგის დაფინანსებასაც აპირებს. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ და ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას დააფინანსოს საქართველოში მიმდინარე მედია მონიტორინგის პროცესი და იმედი გვაქვს, რომ ევროპელი დამკვირვებლები შეძლების დაგვარად დიდი რაოდენობით და დიდი რიცხვით იქნებიან წარმოდგენილი როგორც არჩევნო კამპანიის პროცესში, ასევე თვითონ არჩევნების დღესაც. მთლიანობაში ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ბატონი პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ჩამოსულიყო საქართველოში. თბილისის მერიის ინიციატივით დედაქალაქში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. დღეიდან თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ამისთვის კი საჭიროა დაინტერესებული პირი დარეგისტრირდეს ახალ ვებგვერდზე ჩემი თბილისი და დააფიქსიროს საკუთარი ვერსია. მოიპოვოს თბილისელების მხარდაჭერა და განახორციელოს სასურველი პროექტი.
ცნობიერი და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. მიღებული, ესე ვთქვათ, არჩევანი იმისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ შემთხვევაში თბილისელებმა მეტი სარგებელი იგრძნონ თითოეული იმ წამოწყებიდან, იდეიდან თუ კონკრეტული საქმეებიდან, რომელიც ქალაქში ხორციელდება, ამის აუცილებელი წინაპირობა არის მაქსიმალურად თითოეულ თბილისელს, ვისაც ამის სურვილი აქვს და თუ სურვილი არ აქვს, ჩვენ უნდა მოტივაცია გაუზარდოთ ამისი, რომ გქონდეს ამის სურვილი, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თბილისის მერია განიხილავს და დააფინანსებს ყველა წარმატებულ პეტიციას, ყველა წარმატებულ იდეას, რომელიც დარეგისტრირებული იქნება ჩვენ საიტზე და რომლის ავტორიც მოიპოვებს საჭირო ხმების რაოდენობას თავის მხარდამჭერებს შორის, ჩვენს თანამოქალაქეებს შორის. ეს არის საიტი, რომელიც მხოლოდ კარგი იდეებზე არის ორიენტირებული. რა თქმა უნდა, კარგი იდეა ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ წარმატებული იყოს პეტიცია, ამისთვის საჭირო არის მხარდამჭერების მოპოვება. ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენა დღეს ოფიციალურად დადასტურდა. მეცნიერების სენსაციური დასკვნებს ავრცელებენ მათ მიერ აღმოჩენილი ამატერიის ახალი უმცირესი ნაწილაკი, რომლისგანაც მთელი სამყარო შედგება. სიახლის პრეზენტაცია დღეს ლონდონში მოეწყო. ნაწილაკი სამყაროს ყველაზე პატარა მატერიაა და მან შესაძლოა მსოფლიოში აქამდე არსებული შეხედულებები დიდ წილად შეცვალოს. კვლევები შვეიცარიაში ცერნის ლაბორატორიაში ჩატარდა. ახალ ნაწილაკს სახელად ჰუგ ბოსონი დაარქვეს. გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვიტანილ პირებს უსამართლოდამცველები ამ დრომდე კითხავენ. რუსული საინფორმაციო საშუალებები კი დაკავებულთა ნაწილის ვინაობას ახმაურებენ. ინტერნეტ პორტალის Live News-ის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული 26 წლის მიხაილ ტონიას ახლობელთა მტკიცებით ის საქმეში მისი მეგობრის თორნიკე კვირიკაშვილის გამო შემთხვევით გაეხვია. ოჯახის წევრთა განცხადებით, ტონიებმა კვირიკაშვილი 1 წლის წინ შეიფარეს. კვირიკაშვილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიების ინფორმაციით, ყველა დაკავებული გენერლის მკვლელობის უშუალო შესრულებელია, თუმცა დამკვეთების ვინაობა არ ხმაურდება. გენერალი დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს ქუჩაში ჩაცხრილეს, მოხდარს მის ბიზნეს ინტერესებს უკავშირებენ. თურქეთში წყალდიდობა 10 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერ მაწვიმამ თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამსუნში მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. გარდაცვლილთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ბრიტანელი მაშველები სამეფო საჰაერო ძალების ორ მფრინავს ეძებენ, რომელთა ვერტმფრენი ტორნადოს დროს ჩამოვარდა. ეკიპაჟის 2 წევრის კვალს პოლიციამ ამ დრომდე ვერ მიაგნო. შემთხვევა შოტლანდიის სანაპიროსთან მოხდა. სამძებრო სამუშაოებში ათობით ადამიანია ჩართული. სამაშველო სამუშაოები კი სპეციალური ტექნიკით მონაწილეობს. მოჩვენებად ქცეული ცარიელი ქალაქები ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში მილიონობით ადგილობრივისთვის ათობით ახალი მეგაპოლისი აშენდა, თუმცა ვერავინ პოულობს ახსნას, რატომ ვერ ივსება მათი ქუჩები ხალხით და ეს მაშინ, როდესაც პეკინი, ჰონკონგი და სხვა ადმინისტრაციული ცენტრები კატასტროფულად გადაიტვირთა. 64 მილიონიანი აპარტამენტი, რომელიც დღემდე მეპატრონეს უშედეგოდ ელის. ამ ქალაქის ასაშენებლად ჩინეთის ხელისუფლებას 5 წელი და რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდა, თუმცა მისი ქუჩები დღემდე ცარიელია. მეგაპოლის ორდოსში მილიონამდე აპარტამენტი, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და სტადიონებია განთავსებული. იმისთვის, რომ პეკინი და სხვა დიდი ქალაქები მოსახლეობისგან განეტვირთა, ქვეყნის ხელისუფლებამ აქ ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა შექმნა, თუმცა ამ ქალაქებს დღემდე არავინ სტუმრობს. აქ ცხოვრების საფასური ძალიან მაღალია. პირადად მე დიდი სიამოვნებით გადმოვრცხოვდებოდი, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არ მაქვს, იქნებ მომავალში შევძლო ეს. აქ ძირითადად მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ.
ეს ჩინეთის კიდევ ერთი ახალი ქალაქი ჟენგჟოუა. ათეულობით ახლად აშენებული მეგაპოლისის მსგავსად მოსახლეობა ჯერჯერობით არც მას ყავს. იმ მცირერიცხოვანი ხალხისგან კი ვინც ჟენგჟოუში ცხოვრება გადაწყვიტა, უმრავლესობა აცხადებს, რომ ეკონომიკის არარსებობის გამო ახალი საცხოვრებლის დატოვება მათაც მოუწევთ. აქ მაღაზიის მოვლა და მართვა ნამდვილად მოსაწყენია, რადგან ჩვენ ძალიან ცოტა მომხმარებელი გვყავს. გუშინ მხოლოდ ერთი სათამაშო გავყიდე. ხშირად ხდება ისე, რომ 4-5 წლის განმავლობაში აქ არავინ შემოდის. ჩვენ წლებია პეკინში ვმუშაობთ და გვინდა უძრავი ქონება შევიძინოთ, მაგრამ ფასები ძალიან მაღალია. ჩვენ მის საყიდლად საკმარისი ფული ნამდვილად არ გვაქვს. ამ საკითხში აუცილებლად მთავრობა უნდა ჩაერიოს. თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სახლის ფლობა ადამიანის უფლებაა და ამისთვის ბიუჯეტის თანხები იქნება გამოყოფილი, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა არ მაქვს. ჩინეთში უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტიციის განხორციელება ყოველთვის მომგებიანია. ეს ეკონომიკის ექსპერტების აზრია, თუმცა მათგან ვერავინ განმარტავს, რა დრო დასჭირდება 20-მდე ახალი ქალაქის მოსახლეობის შევსებას, სადაც 64 მილიონი ცარიელი აპარტამენტი მომავალ მფლობელს დღემდე უშედეგოდების. ჩინეთის ხელისუფლებისთვის მშენებლობა პრიორიტეტია, რადგან ამას მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელთა გაზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადამიანები ყიდულობენ ამ სახლებს და განიხილავენ მას უბრალოდ როგორც მომავლის ინვესტიციას და არა ადგილს, სადაც დღეს უნდა იცხოვრონ. ჩინეთის ხელისუფლება უძრავ ქონებასა და დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დაბნეულია. ოფიციალური მონაცემებით ჩინეთში 64 მილიონი ცარიელი ბინაა. ეს საგანგაშო მაჩვენებელია, მაშინ როდესაც დიდი მეგაპოლისები მოსახლეობით გადატვირთულია. ცარიელი მეგაპოლისების პარალელურად პეკინში, ჰონგ-კონგში, შანხაისა და სხვა ადმინისტრაციულ ცენტრებში მოსახლეობის რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ახალი გეგმა, რომელიც მათ განსატვირთად ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ შეიმუშავა, ჯერჯერობით ვერ მუშაობს. ჩინელები ახალ ქალაქებს ამ კაფსულა სასტუმროებში ცხოვრებას ამჯობინებენ. მეცნიერებს მათი გამოგონება სწორედ ცენტრალურ ქალაქებში შექმნილი სიმჭიდროვის გამო მოუხდათ. And yet everyone seems to wake up on time, so it's quite an impressive system. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ქალაქების ასაშენებლად 557 მილიარდი დოლარი დახარჯა. ქვეყანაში ყოველ წელიწადს ერთი ახალი ქალაქის პრეზენტაცია ეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობაში ცხოვრებას ჯერ არავინ გეგმავს, აქტიური მშენებლობები ამ დრომდე გრძელდება. საქართველოს 20-მდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროგრამის მიხედვით გუნდი 5 და 6 ივლისს ამხანაგურ შეხვედრა სტუბრად ესტონელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით. ქართველმა 20-მდელებმა მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში 2 სპარინგი უკვე ჩაატარეს თბილისში. სტუბრად მყოფმა ისრაელის ნაკრებმა ორივე შეხვედრა მოიგო 12-დან 22 ივლისის ჩათვლით. სლოვენიაში გასამართ ელიტ რაუნდზე ქართველი 20-მდელები ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ, თუმცა გუნდის შესარჩევი ციკლისთვის იმედიანი განწყობით ემზადება. რეალთან თამაშების შემდეგ უფრო კარგად შევთამაშეთ და უფრო გუნდურ თამაშს ვთამაშობთ. ეს ასევე ვაჩვენეთ ისრაელთან მეორე თამაშში. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ვფიქრობ, წავაგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გასაკეთებელი ბევრია და ვფიქრობ, რომ გავაკეთებთ ევროპის ჩემპიონატამდე. ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ვაჩვენოთ კარგი თამაში. ჩვენი მიზანი ეს შეკრებებით, თამაშებით უნდა ტარდება, იმიტომ მივგზავნით ესტონეთშიც, რომ მოვემზადოთ, მაქსიმალურად შევთამაშდეთ და შემდეგ უკვე დანარჩენს დრო გვაჩვენებს და ალბათ იღბალით თუ რა მოხდება ჯგუფში, ვინ დარჩება და როგორ თამაშს ვაჩვენებთ. ფოლკლორულმა ფესტივალმა არტგენმა სტარტი აიღო ტურნეს ფარგლებში. პირველი კონცერტი ყვარელში ჩატარდა. ფესტივალი წელს უკვე მე-9-ად ტარდება. ამჯერად არტგენი საქართველოს 5 რეგიონს მოევლის. თბილისში კი კონცერტები 21-დან 29 ივლისამდე გაგრძელდება. გოგიას ლურჯა მოძახილებს აგროვებს. ურიკა ყვარელში მიდის. იქ არტგენია ქართული ერთმა შეკრება, რომელმაც უკვე მე-9-ს თავის ფერხულში ჩააბა მთელი საქართველო. ფანდური სიღნაღიდან ფიზიკური მაღალი ხმა, ლაგოდეხის ბალი, არტგენმა ქვეყნის გარშემო გახური სტარტი აიღო. ის ოჯახური კერა, ოჯახური ტრადიციები, საიდანაც ჩვენ მოვდივართ. თვითონ ოჯახის სიმბოლიკა, თვითონ ის კულტურა, თაობებს შორის ურთიერთობის, ცოდნის გადაცემის და ასე შემდეგ. ეს ეხება მომავალთაობას, იმიტომ რომ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაინც დაწყების დღიდან იყო პოპულარიზაცია გენეტიკური ფესვების.
8 წელი სოფელ შეგროვებულმა ქართულმა ეთნოჰანგებმა ამჯერად ყვარელში მოიყარა თავი. წვიმის გამო ილიეთ ტბაზე დაგეგმილმა შეკრებამ ყვარელის კულტურის სახლში გადაინაცვლა და სცენაზე მუსიკალური ტურნე მოეწყო. ერთი წელი ადგენის საიუბილეო თარიღამდე. მე-10 წლის თავს ფესტივალი საგრძნობლად გაზრდილი მასშტაბებით ხდება. 9 წელი ადგენმა დაიწყო ყვარელიდან, ამ მადლიანი კუთხიდან, მადლიანი ადგილიდან ბევრი ღვთისმშობელი დაბადებულა და აი უმერთან აზიარები ხელოვნებით ახელები დღეს ვამკობენ ადგენი როგორც ყოველთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს იწყებს და ემზადება 10 წლის იუბილისთვის უკვე ყვარლიდან. ცეკვა სიმღერა კახურად სცენა ყველა ასაკის ხელოვანებმა დაიკავეს. თბილისურ ანსამბლებს და კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმრებს კახელებმა უმასპინძლეს. მაყურებელმა ადგილობრივი მომხერლებისგან, ანსამბლებისგან და მოცეკვავებებისგან 4 საათიანი ქართული ეთნო შოუ ხილა. ანსამბლი მანდილი და ადგილში უკვე მესამე ვიღებ მონაწილეობას. ეს იყო კუსტბაზე, წინანდალში და ყვარელში. ადგენმა მივიწყებული სიმღერების გარდა უძველესი ქართული იარაღებიც აღადგინა. მაყურებელმა ქართული საბრძოლო ხელოვნება იხილა. შავფაროსნებმა ტრადიციულ შოუსთან ერთად ახალი იარაღებით შექმნილი ილეთებით წარადგინეს. ჩვენ ადგენში მონაწილეობთ მისი დაარსების დღიდან უკვე 9 წელიწადია რაც ადგენი არსებობს. ჩვენ წარმოადგენთ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია შავფაროსნებს და ყოველწლიურად გამოვდივართ ადგენის ფესტივალზე, მის დასკვნით ეტაპზე ასევე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც წარმოადგენთ ქართულ საბრძოლო სახეობებს, ეს არის ფარიკაობები, ჭიდაობები, შვილდოსნობა, შუგოსნობა და ბრძოლის სხვადასხვა ხერხები. ეროვნული მუსიკის ფონზე უძველესი ტრადიციების ქომაგები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა უკვე ფესტივალის ტრადიციული ნაწილი გახდა. ადგენში მუშაობა სასიამოვნოა იმიტომ რომ მაინტერესებს ხალხის აზრი, ჩემი ნამუშევრების გატანა. ადგენი კუთხეებში გაგვენილი მუსიკის შეკრებას აგრძელებს. ქართული ჰანგების საძიებლად ის კიდევ 4 რეგიონს მოივლის. ყველას ერთად კი თბილისში თვის ბოლოს შეკრებს. ასეთი იყო ამ საათისთვის განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები დღის ამბები მოკლედ 21-ზე მთავარი გამოშვებით კი 24 საათზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში დროებით.